სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. ჩვენი რწმენა იმდენად დაუჯერებელია, რომ თუ ადამიანი ლოგიკურად მოინდომებს ჩაწვდომას, თუ რა გვწამს, როგორ გვწამს და რატო გვწამს, რომ თვითონ ეს ლოგიკური ამ ლოგიკურ ფიქრსაც კი ჩიხში შევყავართ. თავად ღვთის არსებობის ტრანსცენდენტული ყოფიერების, რომელმაც სამყარო შექმნა, ასეთი რწმენა რთული არ არის ლოგიკურადაც. სამყაროში იმდენად ძლიერად ჩანს კვალი ღმერთის. მაგრამ აი ქრისტეს ღმერთობას რაც შეეხება, ეს ისეთი დიდი საჩუქარია, რომ ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ვერ ვეჩვევით ამას, როგორც ყოველთვის ადამიანი ბევრ რამეს ეჩვევა და აღარ აფასებს და მადლიერების განცდა, განცვიფრება ეკარგება, განცვიფრების უნარი ეკარგება და შესაბამისად მადლიერების განცდაც ეკარგება. ხოლო თუ ჩვენ შევინარჩუნებთ განცვიფრებას მუდამ, ამისათვის უბრალოდ უნდა ვფიქრობდეთ უფალზე და იმაზე, რაც ღმერთმა მოიმოქმედა, რომ ის ადამიანად მოვიდა. ამაზე ფიქრიც კი საკმარისია, რომ მუდამ განცვიფრების მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ, შესაბამისად მადლიერების მდგომარეობაში. რატომ მადლიერების? იმიტომ რომ იმ ყოფიერებასთან, რომელმაც სამყარო შექმნა, რომლის ხატებაცა და მსგავსება ჩვენ ვართ, რომელიც არის ერთადერთი სიცოცხლე, ერთადერთი მარადიულობა, ერთადერთი თავისუფლება, სიკეთის სისავსე სრული. სწორედ ის არის ის ღმერთია ის ვისში მყოფობაც, ვისთან ერთად ყოფობაც ადამიანს აღავსებს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი ნაკლული აღმოჩნდება და ასეც არის. თუ ადამიანს რაღაც სხვა რამეს წამს და არ არის ქრისტიანი, რაღაცას უნდა დაყაბულდეს სხვა რამეს, მცირეოდენს, გაურკვეველს ხშირად, განუსაზღვრელს, აბსტრაქტულს, გაუგებარს. ხოლო ჩვენ ქრისტიანობა პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენ ღვთისშვილები ვართ პოტენციაში და ის უნდა რეალიზდეს და მასთან მარადიულად ვიყოთ და სხვანაირად ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, იმიტომ რომ მას არაფერი აღავსებს სხვა, ყველაფერს ამოწურავს. ჩვენი გამოცდილებითაც ვიცით, წმინდა მამებიც რომ არ ვიკითხოთ, ეს ჩვენი გამოცდილებითაც ვიცით, რომ არასოდეს ადამიანი არ წღება, სულ რაღაცა უნდა. და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ადამიანს მისტიკური სიღრმე უსასრულო ყოფიერებას იტევს, ღმერთს იტევს და თუ ღმერთს იტევს, მაშინ რა გამოდის, როგორ უნდა გაგაცნოს სხვა რამე. და რა თქმა უნდა, ღვთის განკაცება ჩვენთვის მუდმივი მადლიერების წყაროა, იმიტომ რომ ღმერთის მიერ მიღებული ადამიანური ბუნება ჩვენსა და ღმერთსავე შორის ხიდად გაიდო. და გაგვიოლა ღმერთის შემეცნებაც, ღვთისადმი ერთგულებაც, მისი ნების გაგებაც, არსობრივად შეცვალა ჩვენი ბუნება და შესაძლებელი გახდა ღმერთი ჩვენში დამკვიდრდეს, ღვთისშვილები გავხდეთ. ანუ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. და აქედან გამომდინარე შეიძლება ჩვენ დავასკვნათ, რომ ესე გაიოლდა რა, გაიოლდა გადარჩენა. მაგრამ ეს თვითონ ეს სიტყვა გაიოლდა, გადარჩენა არასოდეს სიტყვათა წყობაა. გადარჩენა კი არ გაიოლდა, გადარჩენა მოხდა. ანუ ამით მოხდა, სხვანაირად გადარჩენა ეს არის მარადიულ სიცოცხლეში მყოფობა. და ეს არის ღმერთში მყოფობა და ასე მოხდა, ის სხვანაირად არ მოხდებოდა. ხიდად გაიდო ღმერთის მიერ მიღებული ადამიანური ბუნება. ეს არის ჩვენი რწმენა. რთული იყო და კი არ გაიოლდა, არამედ შეუძლებელი იყო და შესაძლებელი გახდა. გესმით რაში ასე განსხვავება რა არის? გაიოლდა სიტყვა არასწორია, არაფერი არ გაიოლდა, შეუძლებელი იყო. შეუძლებელი და შესაძლებელი გახდა. მაგრამ ამ შეუძლებელსა და შესაძლებელს შორის ეს ხიდად კი გაიდო ადამიანური ბუნება, რომელიც ღმერთმა მიიღო, ხიდად კი გაიდო და ჩვენ მასთან შეერთებით, ეკლესია ხო მისი სხეული, მასთან შეერთებით გვეძლება შესაძლებლობა იქით გადასვლისა. მაგრამ ჩვენი პასუხისგებლობა როგორ დაიტვირთებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო მოაზროვნე და თავისუფალი არსებანი ვართ და დაიტვირთა ეს პასუხისგებლობა. და დაიტვირთა ისე მძიმედ, ისეთი სისავსი, რომელიც წარმოუდგენელია. ჩვენი ქრისტიანის ცხოვრება არ არის უბრალოდ არც ზნეობრივი ცხოვრება, არც მართალი კაცის ცხოვრება, არც რელიგიური ცხოვრება. თვისობრივად სულ სხვა რამეა. მეცაც ვიტყვით, ამ სამყაროსათვის, ამ სოფლის სულისათვის
უცხორამ არის სულიერი ცხოვრება. ეს თავიდანვე გამოჩნდა, ხო, რომ მოვიდა, ჯერ მოვიდა და მე ცხოვრების წესი რომ შემოგთავაზა, ჩვენ მოვკალით. ვერ ავიტანეთ, ვერ დავიტიეთ. და აი ამას, რასაც ახლა მე ვსაუბრობ, ამ პასუხისგებლობას, ვერ არბილებს, მოდი ესე ვთქვათ, ის რომ ღმერთი არის სიყვარული. ღმერთის სიყვარული არ ნიშნავს ღმერთისგან ჩვენს მიმართ რაღაც სენტიმენტებს, აჩვენებულ გულს, რომ ჩვენ პასუხისგებლობა არ გამოვლინდეს არაფერში, როგორებიც ვართ, ისეთი ვედი დავრჩეთ და თან ღვთისშვილები ვიყოთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ მართლაც უნდა გარდავიქმნათ, სხვა ქმნილებებად გადავიქცეთ. და ეს საუბარი, ცარიელი სიტყვები რომ არ არის, ეს ძალიან კარგად ჩანს 2000 წლოვან ეკლესიის მემკვიდრეობაშიც და რა თქმა უნდა მემკვიდრეობას შორის ერთ-ერთ უპირველესშიც, რაც არის წმინდა წერილი, როგორც გამოცხადებითი ჭეშმარიტება. ყველაფერი დანარჩენი, რაც წმინდა წერილის და ამ 2000 წლოვანი ეკლესიის გამოცდილების მიღმა, ყველაფერი ეს არის ჩვენი გამოგონებული ადამიანების და მცდელობა იმისა, რომ ეს უდიდესი გონება მიუწვდომელი, განსაცვიფრებელი ნიშანი ღმერთისაგან, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ჩვენ მოვირგოთ, ჩვენ კი არ შევიცვალოთ, ჩვენ კი არ გარდავიქმნათ, არამედ ჩვენ მოვირგოთ, ანუ დავაკნინოთ, უკაცრავად დავახურდაოთ, ისე როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენ წარმოდგენებში. ამიტომაც არის, რომ სულიერ ცხოვრებაში რაღაც ისე ზედაპირულად ცხოვრობთ ხშირად და უპასუხისგებლობთ. აქედან გამომდინარეა, იმიტომ რომ თუ ეხლა ამ ყველაფერს რაზეც ვილაპარაკე საკუთარ თავს მივაწერ, მაშინ მე ვიტყვი, რომ მე ჩემში ვახურდავებ იმ დიდებულებას, რაც ღმერთმა მოიმოქმედა. ჩემში ვაკეთებ ამას. და იმიტომ რომ არ შეესაბამება ჩემი არც ხედვა და არც ცხოვრების წესი გამოცხადებით ჭეშმარიტებას, რაც წმინდა წერილშია და ვიგონებ მე ჩემ ქრისტიანობას. ამას მუდმივად ვაკეთებ. მე ადრე გითხარით, რომ აი წმინდა მოღვაწეთა მამების ძირითადი საქმიანობა რო ჩაის სენაკში იკეტებოდნენ, ხო, ახლა ადამიანის წინაშე ჩვენ სიხარულის გვაქვს, თავისთავად ცხადია, როგორ შეიძლება ღმერთი მოვიდა შენთვის და ყველა შენი ცოდვა ახოცილია და არც ერთ ცოდვაზე პასუხი არ მოგეთხოვება, თუ რა თქმა უნდა შენ ნანობ და მასთან ყოფნა გსურს, როგორ შეიძლება რომ ამის მადლიერი არ იყო და რა თქმა უნდა შენ სიხარულსაც განიჭებს, მაგრამ როცა შენ თავზე მუშაობ და შენ სენაკში იკეტები და ცდილობ რომ ღმერთი რომელიც შენთვის მოკვდა მას გული გაუხსნა და შენში შემოუშვა, აღმოაჩენ რომ მთელი შენი არსება ეწინააღმდეგება ამას და ეს ჩემ გლოვარების მდგომარეობაში გამყოფებს. ბუნებრივია, იმიტომ რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. დრო გადის ფანტასტიკურად სწრაფად. ვერ ვეწევით ჩვენ დროს. დღე-დღეს ემატება და ყოველი დღე ერთმანეთს იცით რითი გავს, აი ჩემ თავზე გეტყვით, რომ ვერცეთ დღეს ვერ გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. და გავს ყოველი დღე ამას, ერთმანეთს ამ კუთხით. ანუ ხო შეიძლება რომ ერთ რომელიმე დღეს ჩემი გული ისე გაიხსნა სუფლისათვის, რომელიც ცხონებისათვის, გადარჩენისათვის მზად ვიყო. არც ერთი დღეაც ჩემ ცხოვრებაში ასეთი არ ყოფილა და რა გარანტია მაქვს, რომ ეს გარდაცვალებამდე ესეთი დღე დამიდგება. ან რა გარანტია მაქვს, რომ გარდაცვალების დღე იქნება ასეთი დღე. რა თქმა უნდა, ღვთისმოწყალების იმედი გვაქვს ჩვენ, მაგრამ აქ ხო იმაზე არ ვსაუბრობთ, ღმერთს ჩვენ როგორ ვუყვარვართ. რამდენჯერ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ღმერთს როგორ ვუყვარვართ. ღმერთი სიყვარულია და თავის სიყვარული გამოხატა იმით, რომ აი მოვიდა ჩვენთვის მოკვდა. ეს ხო გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მოაზროვნეები და თვითუფლებრივი არსებანი ვართ. ანუ შესაბამისად პასუხისგებლობით დატვირთული. აქედან გამომდინარე ვსაუბრობ, თორე რა თქმა უნდა ღვთის იმედი გვაქვს. როდესაც ამ ყველაფერს იაზრებ, მოღვაწე მამების თავის მაგალითს გვაძლევენ, რომ ერთადერთი საქმე აქვს ბერს, მონაზონს, ჩაკეტილს სენაკში, ეს არის მგლოვარება. მგლოვარება, იმიტომ რომ ვერ ახერხებს იმას, რაც უნდა მოახერხოს. თუმცა ნეტარი იყვნენ მგლოვარენი, რამე თუ იგინი ნუგეშინის სემული იქნენ, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ მეორე მხრივ, კიდევ ვიმეორებ, ნუგეშინის სემა რა თქმა უნდა ღვთისაგან არის, მაგრამ ჩვენ გასაკეთებელზე ვსაუბრობ. თუ ვინმე იტყვის, რომ ის მონაზონია და მე ერისკაცი ვარ, დამერწმუნებს, რომ მონაზონის და ერისკაცის ზუსტად ერთნაირად ყვდება და ერთნაირად გარდაიცვლება. და ერთნაირად აგებს ღვთის წინაშე პასუხს. შეიძლება მონაზონი ცოტა უფრო მეტად,
მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეტი შესაძლებლობა ქონდა შეიძლება თქვათ განმარტოებისა. მაგრამ მთლიანობაში არსობრივად არაფერი იცვლება. ის რომ შენ ერისკაცი ხარ, არაფერი არ იცვლება არსობრივად. რაოდენობრივი მაჩვენებლებით კი ბატონო, მაგრამ ჩვენთვის დიდი შეღავათი მაინდა-მაინც არ არის. როდესაც ამ კუთხით შევხედავთ კიდევ ერთხელ საკუთარ თავს, ბუნებრივია რომ მეტი სერიოზულობით ვეკიდებით საკუთარ ცხოვრებას და შესაბამისი სერიოზულობით ვიყურებით მე წმინდა წერილში, რომელიც კიდევ ვიმეორებ, არ გვაძლევს შესაძლებლობას ვიქონიოთ აი ესეთი გულარხიანი რწმენა, ხო, როგორღაც ვიცხოვრებ და მე ღმერთი ხო სიყვარულია და როგორღაც რაღაცა იქნება. აი იმის საშუალებას წმინდა წერილი არ იძლევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცა შეიძლება მკაცრად ეჩვენება ჩემი სიტყვები, მაგრამ მე არაფერს ახალს არ ვიგონებ. ვცდილობ, რომ ყოველი სიტყვა იყოს აღმოცენებული წმინდა წერილიდან და ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილებიდან. ყოველთვის ვცდილობ, რომ არაფერი ვთქვა ჩემი გონებით და სასაცილოა თუ ვიტყვი ჩემი გამოცდილებით, არაფერი გამოცდილება არ მაქვს. მაგრამ აი ის რომ წმინდა წერილიდან იყოს და ის რომ 2000 წლოვანი გამოცდილებიდან იყოს ეკლესიის, საკუთრებ ქრისტიანული რომ იყოს, ამას ვცდილობ. ამიტომ ნუ მოგოჩვენება, თქვათ, ჩემი სიტყვები მკაცრად და რაღაც განსაკუთრებულ რაღაცა პრობლემად, იმიტომ რომ ეს არის ქრისტიანობა, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, სხვა ქრისტიანობა არ არსებობს. ნუ გამოვიგონებთ რაღაცა ისეც, რომელიც არ არსებობს რეალურად. აი დღეს ლუკას ახარებასთან. აი ნახეთ, როგორი თანმიმდევრობა არის სიტყვათა წყობისა, აზრისა. და რქვა ვინმე მას უფალს ეკითხება ვიღაცა. უფალო, უკეთო მცირედ არიან ცხოვრებული. ანუ მცირეა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც გადარჩება, მარადილ სიცოცხლეში შევა. მცირედია ესეთი ადამიანთა რაოდენობა. შეიძლება თანამედროვე მორგებულ აზროვნებას სხვა პასუხი ექნება, ხო და სხვა პასუხს ელოდება, მაგრამ ნახეთ რას პასუხობს. უფალი არ ეუბნება, რომ იცი რა, არა, კაცო, არა, იცხოვრეთ როგორც გინდათ. მე ხო სიყვარული ვარ. თქვენ როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ, თავარია რომ ცოტა რაღაცა ეცადე და მე თქვენ არ ეუბნება ესეთ რამეს. შენ ხო არ მოვიგონებთ არა? აი ნახეთ რას ეუბნება. ხოლო თავადმა რქვამათ, იღვაწეთ შესვლად, იწროისა მისგან კარისა. ცოტა გადარჩება, იღვაწე რომ ვიწრო კარებში შეხვიდე, უფალი ეუბნება. კი არ უმსუბუქებს, ცრუიმეს კი არ აძლევს, თითქოს უმძიმებს. ვიწრო კარებში უნდა შეხვიდე ეუბნება. ვიწრო კარებში, კარგი შევალ ვიწრო კარებს, ბოლო მოვძებნი და შევალ. მაგრამ აგძელებს უფალი საუბარს და კიდევ უფრო უმძიმებს. ხოლო გეტყვი თქვენ მრავალი ეძიებენ შესვლა და ვერ უძლონ. ნახეთ როგორ დაამძიმა. რას ნიშნავს მრავალი ეძიებს? ანუ აქ იმაზე კი არ ლაპარაკობს, ვისაც საერთოდ მარადიული სიცოცხლე არ აინტერესებს და მარტო ესე იგი ხორციელი ცხოვრებით ცხოვრობს. არა, რელიგიურ ადამიანზე საუბრობს, ანუ ეძებენ და ისინიც კი ვინც რელიგიურნი არიან, ისინიც კი ვინც მორწმუნენი არიან. აი ისინი ეძებენ მრავალი და ვერ იპოვიან ისეთი ვიწროა. მე ადრე გითხარით, რომ ეს ვიწრო მარტო ფორმაში კი არ არის, ისა მარტო ფიზიკურ გეომეტრიულ სივიწროვეში კი არ არის აქ საქმე. ფორმაში სივიწროვე, ანუ არსობრივი სივიწროვე. რატო? იმიტომ რომ ამ კარებს ჯვრის სახე აქვს. გესმით? ან კიდე აი ეს აკლები რო უნდა გაძრეს ნემსის ხულერში, ანუ მთელი ბარგი ჩამოყაროს, ანუ დაიმდაბლოს თავი. უარყოს თავისი ეგოიზმი და ეგოიზმის ყველაფერი რაც არის, აი რაც თანსდევს ეგოიზმს და აი ეს თავდაბლობით შევთ. ანუ არსობრივი სივიწროვია ეს და არა რაღაც ფიზიკური. მაგრამ მრავალი ეძებენ და ვერ იპოვიანო. ხო ვიფიქრებთ რომ აი აქ მორჩა, გავიკეთ ახლა უკვე და მრავალი ესე და აგძელებს უფალი საუბარს და გეტყვით რომ კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ამძიმებს უფრო სიტუაციას. ვინაიდან აღდგეს სახლის უფალი, მრავალი ხო ეძებენ და ვერ იპოვია და ვიღაცა ხო იპოვის. ეხლა ნახეთ რას ამბობს. ეხლა იმაზე საუბრობს, ვინც იპოვის ამ კარებს. აღდგეს სახლის უფალი, ანუ თავად თავის თავზე ამბობს. დახშას კარი და გარეშეს დგეთ. იმ ცოტა ხალხი, ვინც იპოვა, იმაზე საუბრობს ეხლა. და გარეშეს დგეთ და იწყოთ რეკად და იტყოდეთ უფალო განგვიღეთ ჩვენ. ესე იგი როგორც იქნა ვიპოვე და დაკეტილი დამხვდა, იმ მცირედში აღმოჩნდი, რომელმაც იპოვა და დაკეტილი აღმოჩნდა და ხება აკაკუნებ და გამიღებ მეუნება. და რას აკეთებს უფალი, რას მეუნება? კიდევ უფრო მიმძიმებს სიტუაცია. და ნახეთ რას ეუბნება. მოგიგოს და რქვას თქვენ, არა გიცნით თქვენ ვინანი ხართ. არ გიცნობთ ვინა ხართ.
გესმი? კიდევ უფრო დამიმძიმა. ეხლა მე მინდა რომ ჩემი თავი გადავარჩინო და ვეუბნები რომ და იწყოთ სიტყვათ ჭამდით წინაშე შენსა და ვსვამდით უბანთა ჩვენთა ზედა გვასწავლიდი. თამაში ზოგი წმინდა მამა პირდაპირ გამარტავს რომ ეს ნიშნავს აღსარებელ და მაზიარებელ ადამიანს. ჭამდით და ვსვავდით შენ წინაშე. ეს არის აღსარებელი და მაზიარებელ და ანუ ეკლესიის წევრებზეა საუბარი პირდაპირ. და გვესმოდა ღვთის სიტყვა და ესე იგი ვეზიარებოდით. ანუ ჩვენა ვართ უფალო, ჩვენ აი ტაძარში რო ვიყავით დავდიოდით. კიდევ უფრო ამძიმებს უფალი ამის მერე. თითქოს აი გაქოვებული გული აქვს და რომ შენ რა ყოველ შენ ნაბიჯო და ყოველ შემცდელობაზე გიმძიმებს. ამის მერე როცა ვახსენებ მე რომ მე ის არა ვარ კაცო ტაძარში რომ ვიდექი ხოლმე აგერ ვიდექი და შენ სისხლახორ ჭამდი და ვსვავდი და შენ სიტყვას ვისმენდი ისა ვარ კაცო დამინახე და გქواس თქვენ არა გიცნით თქვენ ვინანი ხართ განმეშორენ და ნახეთ რა შეუნება განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისან ესე იგი წარმოედგინეთ რას მიწოდებს მე უსჯულო ხარო მიწოდებს და რატო და აქ არის ის რასაც თუ გეუბნებით თუ ჩვენ არ ვისწავლით ღვთისნების ცხოვრებას თუ ჩვენ არ ვისწავლით საკუთარი გულის სიტყვების გამოცნობას თუ ჩვენ არ ვისწავლით ანალიზს ამ გულის სიტყვებისას შეფასებას და თუ ჩვენ არ ვისწავლით გადარჩევას რომელია ღვთისნება და რომელი არა და თუ ჩვენ არ ვისწავლით მხოლოდ ღვთისნების რეალიზებას ჩვენ ცხოვრებაში მხოლოდ ღვთისნებით ცხოვრებას ჩვენ ცხოვრებაში და ამას შეურევთ ამ შხამს უკეთურინებისა მაშინ ჩვენ აღმოჩნდებით რომ უსჯულოდ ცხოვრობთ უსჯულოდ ანუ უწესოთ უკანონოდ ცოდვით და არ გვიშველის არანაირი ეკლესიურობა ხშირად მithქვავს თქვენთვის ქრისტიანობა ეს არის გულის სიტყვებთან ბრძოლის ხელოვნება ამას თუ არ ვისწავლით არაფერი არ გამოვა და მე მინდა გითხრათ რომ მრავალი მოღვაწე მათ შორის დიდი ხნის ასკეტი ბერები მთელი ცხოვრება რომ ასკეზაში გაატარეს მთელი ცხოვრება რომ ღვაწში გაატარეს გონიერებიც ბოლოს დაუცია ეშმაკს სასასილოდ გაუხდია ყველას წინაშე და ესე იგი მათი სულებით შეიძლება დაუღუპია ეშმაკს იმიტომ რომ ეს ყველაზე მთავარი ვერ გაიგეს სულიერ ცხოვრებაში გულის სიტყვების გამოცნობა მათი ანალიზი და ის რაც არის დემონური მისი განგდება აი როგორც ერთ-ერთი იგავურ სახეში ამბობს რომ რას შევადარო სასუფეველისათა და მეთევზესო რომელიც თევზებს იჭერს და გადაარჩევს კაი თევზი ცუდი თევზი გესმის აი ეს მუდამ უნდა გქონდეს ეს ანალიზის უნარი რომ გულის სიტყვა მოვიდა ვისგან არის როგორ ღვთისნებასთან თანხმედრაშია თუ არა ამას თუ არ ისწავლით თქვენი ცხოვრება არის სათუო და ამის სწავლა სჭირდება თავის მიძღვნა უნდა მიუძღვნა საკუთარი თავი წმინდა წერილი წმინდა მამები აუცილებლად და ლოცვა და მოყვასთან ურთიერთობა და მუდმივი ანალიზი საკუთარი თავისა რომელიც ლოცვის გარეშე რა თქმა უნდა არ გამოდის და მე ცუდი რაღაცა წერია მონიყოს ტირილი და ხჭენა კბილთა ხო ტირილი და ხჭენა კბილთა ხო გესმით ეს არის ბოღმა და სიძულვილი ეს რას ნიშნავს სინამდვილეში ეს გარეგანი კეთილმოჩვენებითი ვითომ ქრისტიანობა სინამდვილეში ჯოჯოხეთური მდგომარეობა იყო დემონური მდგომარეობა იყო და ხჭენაკბილთაში სწორედ ეს ვლინდება და მით უმეტეს რაჟამსიხილოთ აბრაამი ისააკი და იაკობი და ყოველი წინასწარმეტყველნი სასუფეველსა ღვთისასა და თქვენ განხმულნი გარეთ ეხლა რა თქმა უნდა ასეთი რთულია სულიერი ცხოვრება ვერ გავექცევით ეს არის და ნუ გამოვიგონებთ სხვა რამეს მიუხედავად ამისა რომ რთულია ჩვენ ამ სირთულეში მარტონი არა ვართ აი რთულია და აი რა მეშველება ეხლა ეს ხო ეს რატომ მეძლევა ეს ცოდნა რატომ მეძლევა რომ დასაბამი სიბზნის არის შიში ღვთისა შევშინდეს სერიოზულად ჩვენ შეიძლება არასოდეს არ შეგშინებია სერიოზულად სწორედ აი ამ კუთხით რომ ისი შეიძლება დაიღუპო ისი შეიძლება მარადისობაში აი ეს დაგემართოს და ისე შეიძლება შენ დაგემართოს ეს არასოდეს სერიოზულად არ შეგშინებია ამას თავის მიზეზებია კიდე ამ ჯოჯოხეთის განცდა რომელიც ჩვენში არის უღმერთობა ის ბოლომდე შეიძლება არ განგვიცდია თეორიულად კი არა ლოგიკურად კი არა მიხვედრილობით კი არა რეალური განცდით
ხო და როცა ადამიანი აი ეს მდგომარეობა აქვს და შეეშინდება და დასაბამი კიდევ ვიმეორებ სიბზნის არის შიში ღვთისა, რომელიც მე უნდა გადაიზარდოს აუცილებლად ღვთისადმი სიყვარულში, აი ეს შიში, რომელიც გაიძულებს, შიში რომელიც გაიძულებს, რომ არ მოვეშვათ, არ მოვდუნდეთ, გულარხენობას არ მივეცეთ, ყოველი დღე იყოს ძალიან ძვირფასი. მეცას გეტყვით, ყოველი დღე კი არა, ყოველი წუთი და წამი ძალიან ძვირფასი უნდა იყოს. აი ამ კუთხით გამოსაყენებელი, დასაკარგავი დრო არა გაქვს. სულ მუდამ ფორმაში ხარ, სულ მუდამ ქმედებაში ხარ, სულ შემოქმედებით, ღვთის შემოქმედებით ძიებაში ხარ, სულ გულანთებული ხარ, სულ გულმხურვალე ხარ, სულ იმედით ახსავსე ხარ, სულ ცოცხალი ხარ. სულ ცოცხალი ხარ. არასოდეს არ ახარ მოდუნებული, მოშვებული, აი მე აღარ შემილია და რაღაც გამორიცხულია. ქრისტიანი არის ცეცხლივით. ესეთი ადამიანი გარშემო მყოფთათვისაც საოცარი სტიმულია. ასეთ ადამიანს ღმერთი მუდმივად ანიჭებს სიხარულს, იმედთან შეზავებულს. ოღონ ესეთი ადამიანი ცალკე რჩება ღმერთთან, გლოვარებს, იმიტომ რომ ხედავს, რომ ეს ყველაფერი რაც არის ღვთისგან არის და თავისი არაფერი არ არის ამაში და თვითონ კიდევ გულს ვერ უხსნის ღმერთს და გძრობს, რომ დრო გადის და გლოვარებს. ეს შინია, ღმერთი არ დაკარგოს. ასე დროს ადამიანი მარტო არ არის. ჯერ მარტო ლოცვას როგორ იწყებ, ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა და უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალე ჩვენ. ხშირად ამდენჯერ გვითხოვს ხო ეს სიტყვები. ყოველი სიტყვა ლოცვისა გასაფრთხილებელია, ჩასაფიქრებელია, გასაანალიზებელია. ჩვენ ხშირად ესე ვისვრით ამ სიტყვებს და ნახეთ რა სიტყვები. ეს არის იესოს ლოცვა. ნებისმიერი ლოცვა, ჩვენი ლოცვა იწყება იესოს ლოცვით. უფალო იესო ქრისტე ზეო ღვთისაო შეგვიწყალენ ჩვენ, ამით იწყება ნებისმიერი ლოცვა, ოღონ წინ უძღვის ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა. ლოცვით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ღვაწლში და მათ შორის ლოცვაში მარტო არა ვარ, ლოცვითა წმინდათა მამათა მთელი ეკლესია ზურგს მიმაგრებს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, მოწამეთა ურიცხვის სიმრავლე გვახვევია, ღრუბელივით გვახვევია თავს. მოწამეთა, რომელმაც დაამოწმეს თავიანთი ცხოვრებით, რომ ისინი ქრისტესნი არიან. და შენ ლოცვის წინ ღმერთს ეუბნები, რომ მე კი ნაგავი ვარ, მაგრამ მარტო არა ვარ. მე ხო ეკლესიის ორგანული ნაწილი ვარ და ეკლესიის, ანუ შენი სხეულის ნაწილი ვარ და ნახე, რამდენი ადამიანია ჩემთან ერთად, ჩემ ზურგს უკან და მათი ლოცვით, მათი მევხებით შემიწყნარე. ამიტომ მარტონი არა ვარ ჩვენ და ეს კარგად ჩანს დღევანდელ 60 ქულოშიც ეფესელთა მიმართ ეპისტოლია პირველი თავი. ნახეთ პავლე მოციქული როგორ ამბობს, გამუდმებით მადლობას ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენიებთ. ეს ნიშნავს, რომ აი ეს ლოცვითა წმინდათა მამათა მთელი ეკლესია, ზეცაში გადასული ეკლესია ზრუნავს ჩვენზე და ლოცულობენ ჩვენზე. ჩვენი წმინდანები, ჩვენი ფარველი წმინდანები, მეოხნი, ქართველი წმინდანები, ნებისმიერი, რომლებსაც ჩვენ ვიხსენებთ ლოცვაში, ასე შემდეგ ლოცვებში გვიხსენებენ. ანუ და ლოცვას ძალა რატო აქვს? ესეინება ღმერთმა. აი როცა კითხვას ვამბობ, ლოცვას რატო აქვს ძალა? გამოცხადებაშია მოცემული. იაკობ მოციქული გვეუბნება პირდაპირ, რომ მართალი ადამიანის ლოცვას დიდი ძალა აქვს. მორჩა, დიდი ძალა აქვს და დამთავრდა. აი ეგრეა, გამოცხადებით მოგვეცა. ხო წარმოიდგინეთ, მართალი კი არა, ზეცაში მყოფი წმინდანი ლოცულობს ჩვენთვის. რას ევედრება ღმერთ ჩვენთვის? რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ სიბრძნის და გამოცხადების სული მის შესაცნობად. ახე სიბრძნის და გამოცხადების სული მის შესაცნობად, ანუ საღვთო მადლი გვეძლება. პავლე მოციქული ლოცულობს ჩვენთვის, რომ ჩვენ მოგვეცეს მადლი, რომ მადლით შევიცნოთ ღმერთი და ფსალმური სიტყვები გახსენდება და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. საღვთო მადლით ვხედავთ ჩვენ ღმერთს, სინათლით ვხედავთ ჩვენ გარშემო მყოფ ნივთებს, იქიდან რომ ირეკლება სინათლე, ანუ სინათლით ვხედავთ კვლავ სინათლეს, რომელიც აირეკლება, საღვთო მადლით ჩვენ ვხედავთ ღმერთს, ღმერთივე გაძლევს ამას. ამას ევედრება ღმერთ ჩვენთვის, რომ მოგვეცეს ეს მადლი, რომ ამ მადლით შევიცნოთ, ანუ თავად ღმერთის ენერგია, რომ ღმერთი შევიცნოთ. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი. გონების თვალი, ანუ გონება როგორც შემეცნების უნარი, რომ მან შეძლოს დანახვა ღმერთის, რათა შეიცნოთ ღმერთი. რა და მე აგძელებს, შეიცნოთ რა არის მისი ხმობის იმედი, როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე
და ასე შემდეგ და როგორ არის განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში. ანუ საბოლოო ჯამში რაზეა საუბარი, რომ ღმერთი შევიცნოთ, მისი სიდიადე შევიცნოთ, რა მემკვიდრეობას გვანიჭებს, ესეც შევიცნოთ, ის როგორც იმედი შევიცნოთ და ის შევიცნოთ როგორც ჩვენში მყოფი. ჩვენში მყოფი. მე აგრძელებს პავლე მოციქული, რომელთაც გვწამს, ვისთვისაც პავლე მოციქული ლოცულობს, მე პავლე მოციქული აგრძელებს, რომ ჩვენ გვწამს მისი უძლიერესი ძალის წყალობით. ანუ ეს წმენაც, რაც თავიდან გითხარით, ეს წმენა რო გვაქვს აუცილებლად, რატო არის ეს წმენა, რატო გვაქვს ეს წმენა, ქრისტეს ღმერთობის წმენა რა არის? ქრისტეს ღმერთობის წმენის წყარო რა არის? უძლიერესი ძალა მისგან წამოსული ღვთაებრივი ენერგიის მიერ გვწამს, რომ ქრისტე ღმერთია. ამას ამბობს პავლე მოციქული, რომელთაც გვწამს მისი უძლიერესი ძალის წყალობით. და შემდეგ აგრძელებს, ამ ძალამ სად იმოქმედა? ადამიანურ ბუნებაში, რომელიც ღმერთმა თავის პიროვნებაში მიიღო. ანუ ამ ძალით იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დააისვა ზეცაში, ანუ ადამიანურ ბუნებას მიენიჭა სრული სისავსე სიდიადისა და ყველა მთავრობასა და ხელმწიფებაზე, ყველა ძალასა და უფლებაზე, ანუ ანგელოზთა მაღლა, ანუ ადამიანი ანგელოზებზე მაღლა დააყენა, იმიტომ რომ თავის პიროვნებაში შეიერთა და ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის, არა მარტო ამ საწუთოში, არამედ მომავალში, ეს სხვა ადგილას კიდევ უფრო განსაკუთრებულად და მკვეთრად ამბობს, ანუ სახელი უფალი იესო ქრისტეს სახელი არის აღმატებული სახელი ღმერთისა, რომელიც გამოცხადებით მოგვეცა, რომლის წინაშე მოდრკება ყოველი მუხლი ზეცასა და ქვეყანაში. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა. რა თქმა უნდა, ღმერთის ფეხქვეშ არის ყველაფერი და ღმერთს ემორჩილება, მაგრამ აქ აქცენტირება არის ადამიანური ბუნება რომ მიიღო, მას ის ხო ღმერთია და ადამიანი ერთდროულად უკვე და მას როგორც ადამიანსაც, ანუ და მეც ადამიანი ვარ, გესმით, სად არის ჩვენი ღირსება, მას ადამიანს ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა და მისცა მას მთავრობა, ანუ თავი გახადა ყოველი ეკლესიის, ანუ მთელი ჩვენი საკრებულოსი და ყოველი ეკლესიაში მარტო ადამიანთა საკრებული არ იგულისხმება ანგელოზთა დასით, რომელიც არის მისი სხეული, ანუ ეკლესია არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით. ეკლესია არის მისი სხეული, რომელიც მასში შემავალ ყველა პიროვნებას ყოვლითურთ აღავსებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი სირთულის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვართ ეკლესიის ორგანული ნაწილი, სადაც ღვთისმადლი, აი როგორც ჩანჩქერი ისე იღვრება ჩვენზე, ღვთისმადლში როგორც ოკეანეში ვართ, უბრალოდ საჭიროა ჩვენი მხრიდან მცირეოდენი გონიერება, რომ შეგვეშინდეს ღმერთის დაკარგვის, მოუხმოთ საკუთარ თავს და თავდაბლობით გული გაუხსნათ ჩვენს უფალს. და ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ჩვენს კუთვნილებად, ჩვენთვის რეალობად იქცევა, ჩვენი კუთვნილი სიცოცხლე გახდება, ჩვენ მისი ნაწილი გავხდებით და აი აქვე ხორცში მყოფებშივე დაიწყება ის სიცოცხლე, რომელიც აღარასოდეს დასრულდება. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.